დაწყებიდან 1 წლის შემდეგაც დედაქალაქის მთავარი გამზირი დასავლურად განწყობილი საქართველოს მოქალაქეებით იყო გადავსებული. რუსთაველის ისტორიულმა გამზირმა გააერთიანა ყველა კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოეტები, მთარგმნელები, მსახიობები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და ყველა ის ადამიანი, ვინც თვლის, რომ ახლა აუცილებლად უნდა შეიცვალოს ის მდგომარეობა და მოცემულობა, რომელიც საქართველოშია იმისთვის, რომ ქვეყანა დაბრუნდეს დასავლურ და ევროპულ რელსებზე. გარდა ამისა, აქციას შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იყო სიტყვით გამოსვლები. მთავარი პათოსი კი გუშინდელი დღის არის ის, რომ ეს დღე შედგა და ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დაანახა აქციის მონაწილეებს, რომ ყოველთვის შეუძლიათ მათ გაერთიანება ფუნდამენტური ღირებულებების გარშემო და სწორედ ეს ფუნდამენტური ღირებულებები არის ის, რომ საქართველო არის ევროპის ღირსეული ნაწილი, რომელსაც ქართული ოცნება ვერასოდეს ვერ შეცვლის. აი ამ 1 წლის თავზე ძალიან საჭირო იყო, რომ კიდევ ერთხელ დაგვინახა ერთმანეთი და ერთმანეთის რაოდენობა, ერთმანეთის თვალები, ერთმანეთის სულისკვეთება, სოლიდარობა. და ხო, რეალურად დღევანდელი დღე ადასტურებს იმას, რომ პროტესტი არსებობს, პროტესტი იქამდე იარსებებს, სანამ გამარჯვება არ მოვა და გამარჯვება მოვა აუცილებლად. შედგა ეს დღე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მართლა მოვიდა უამრავი ადამიანი და მართლა ყველამ გამოაჩინა ნება იმისა, რომ ჩვენ გვინდა ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრება და არა აი ამ გარეწრების ოკუპირებულ ქვეყანაში ცხოვრება. ყველა ბრძოლას აქ აზრი და აუცილებლად იქნება შედეგი. პატიმრებიც იქნებიან თავისუფლები, ეს გარდაუვალია. უსამართლობა საბოლოოდ ვერ გაგრძელდება. ეს ხალხი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ამ ქვეყანაში, ისინიც აუცილებლად წავიდნენ. 1 წლის წინ არავის გონა თუ კი ამდენი ხნის გატარება მოუწევდათ რუსთაველის გამზირზე, თუმცა ამბობენ, რომ შესაძლებელია ეს ყველაფერი არ არის კომფორტული, მსუბუქად რომ თქვან, მაგრამ აუცილებლად ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე. ტრადიციულად ამ აქციას შეუერთდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც. ამ პროცესში კი ყველას საკუთარი ინდივიდუალური სათქმელი აქვს, იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ღირებულია ახლა ქუჩაში დგომა და სწორედ რომ საპროტესტო ხაზი გადის დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ადამიანები მათ აქცენტებს აკეთებენ მათთვის მნიშვნელოვან დეტალებზე, მათ შორის ამბობენ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არის ის უფლება, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს დემოკრატიულ სახელმწიფოში, მათ სურთ ქვეყნის დაბრუნება დასავლურ რელსებზე და რაც მთავარია, ევროპული განვითარება სურთ საქართველოსი, თუმცა ერთი რამ, რაც ყველას აერთიანებს, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი აუცილებლად უნდა წავიდეს. რო გვეგონა რომ ეს 36 წელიწადი ამ ქვეყანას სწორად ვაშენებდით, გაირკვა რომ ფუნდამენტი არა გვაქვს, რასაც სასამართლო ქვია. არც ერთ ეტაპზე სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არასოდეს იყო დამოუკიდებელი. ამიტომ პირველი რისი მშენებლობაც უნდა დავიწყოთ აგურ-აგურ მომავალში, თუ ამის საშუალებას მოგცემს საერთოდ ვინმე და არ გადავყვებით ამ ყველაფერს, ეს არის სასამართლო, დამოუკიდებელი სასამართლო არ უდრის დამოუკიდებელ საქართველოს. მე არ მეგონა მართლა რომ ამ აბსურდამდე შეიძლებოდა რომ მისულიყავით, მაგრამ ყოველ დღე მაინც ახერხებენ რომ გამაოცონ და გამაბრაზონ უფრო მეტად. ეხლა ვიცი ბოლოს თუნდაც ეს ემიგრანტების ხმის მიცემასთან დაკავშირებით, არ იმდენი არის რომ ამის ჩამოთვლა შეუძლებელი მგონია უკვე დღეს და ამაზე კარგად მუშაობს თვითონ რეჟიმი, რომ ყოველდღიურად ისეთ შოკში გვამყოფოს, რომ წინა დღის დაგვავიწყდეს. მე განვიცდი იმას, რომ მე ვარ დაცინული და მე ვარ აგდებული და ეს არის ჩვენი სათქმელი დღეს აქ, რომ ამას არასდროს არ შევეგუებით. დღევანდელმა დღემ და სხვა დღეებიც აჩვენებს, რომ ეს პროტესტი არსად არ გამქრალა, ცეცხლი შეიძლება ისეთი არანთია, მაგრამ ის ღვივის და როდის აალდება ისე რომ შთანთქავს აი ამ უნამუსო ადამიანების რაღაცა პატარა გროვას, ეგ არავინ არ იცის. ქართული პოლიცია ძალიან მინდა ის სლოგანი, რომელიც აქვს და რომელთაც ატყუებენ, რომ პოლიციელი გმირია, რეალურად პოლიციელი იყოს გმირი და იყოს სამართალდამცავი. დღეს საქართველოში ანუ მათ პატივი აყარეს, ღირსება, საერთოდ ღირსების ცნებაც ალბათ აღარ არსებობს პოლიციაში. ტიტუშკების მომსახურე პერსონალად აქციეს ადამიანებმა, რომლებიც პირბადეს უკავენ და მე მინდა რომ პოლიცია იყოს თავისუფალი, რომელსაც გააჩნია ხმა, რომელიც თავად შეწუხდება ამ ამორალობით.
აქცია თავდაპირველად დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიებზე. სწორედ ამ ადგილებიდან გაემართა ორი მარში დედაქალაქის მთავარი გამზირისაკენ. მათი შეერთების მთავარი წერტილი იყო ფილარმონიასთან და სწორედ ასე გაერთიანებული ძალებით მივიდნენ პირველ საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც მათ უკვე შეხვდათ ის ადამიანები, რომლებიც გუშინ დაახლოებით საღამოს 6 საათიდან უკვე იდგნენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ბევრი რამ იხილა საზოგადოებამ რუსთაველზე, იყო მათ შორის დამწვარი ბიძინა ივანიშვილის პუტინის ფოტოები, ასევე მოქალაქეებს ჰქონდათ სხვადასხვა ტიპის პერფორმანსები, მაგრამ ეს დღე იყო განსაკუთრებული იმედის მომცემი ყველასთვის. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ეს ადამიანები გარკვეული თვალსაზრისით გემოვნებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მათ შორის პოლიტიკურადაც მაინც ამბობენ იმას, რომ ახლა არ არის საუბარი ამ განსხვავებებზე, ახლა არის მნიშვნელოვანი, რომ მათ იპოვონ საკუთარი თავი ბრძოლაში, იპოვონ საკუთარი როლი პროტესტში და ასე ერთიანი ძალებით დაამარცხონ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რომელმაც ეს ადამიანები ჯერ კიდევ გასულ გვიან შემოდგომას გამოიყვანა ისინი ქუჩაში და უვადოდ დააყენა დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ამბობენ, რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე და რომ ამ ყველაფერს აუცილებლად მიიყვანენ ბოლომდე. პირდაპირ ეთერში ხატია სამხარაძე საუბრობდა.